კობახიძის თავრობას ჰქონდა ესეთი მცდელობა, რომ ამერიკისთვისაც და ისრაელისთვისაც ეჩვენებინა, რომ აი თუ ჩემთან არ დაალაგდებით, მე ირანისკენ წავალ და იქ რაღაცას ვიზავ, რაც თქვენ არ მოგეწონებათ. მაგრამ ეს ილუზია, ვერაფრის მაქნისები ვერ არიან იქ. მთელი ამ ომის პერიოდში პირიქით ცდილობდნენ ისრაელი ელანძღათ, აწერინებდნენ თავის ბლოგერებს რაღაც სალანძღავებს ისრაელის მიმართულებით. ისრაელის ელჩმა რამდენიმე განცხადება გააცხადა. აკებდნენ პირიქით ირანს და რას მიაღწიეს? ვერაფერს. არაფრის სინამდვილეში მაქნისები ჩვენ ამ ირანის მიმართულებით, რაც დააზიანებს ან ამერიკას, ან ისრაელს, არ ვიყავით და არა ვარ. ეს არის ჩვეულებრივი ბანალური შანტაჟი, თანაც შანტაჟი ისეთი რაღაცეებით, რაც არ გაგაჩნია. ანუ ვითომ რაღაც ბერკეტები გაქვს, რომელიც არ აგაქვს. და უბრალოდ დავიდა ეს ბოლო Facebook და ინტერნეტ სივრცეში ლანძღვა გინებაზე. აი მეტი არაფერი არ იყო. და ურთიერთობის გაფუჭება მოხდა მაქსიმალური. ამიტომ უნდა წაბრძანდეს ეს თავრობა და უნდა მოვიდეს სხვა, რომელიც რეალურად დაიწყებს გადატვირთვას და დალაგებას ურთიერთობების. ისრაელია მეგობარი და არა ირანი. ამერიკაა მეგობარი და არა ირანი. ეს უნდა გავიგოთ. აი მარტივი რაღაცა არის. ჩვენ უკვე ვთქვით, ამერიკასთან, ისრაელთან, ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვა მაქსიმალური დათბობა. რუსეთთან საერთო ენა, დალაგება ურთიერთობების, არანაირი კონფლიქტი არავითარ შემთხვევაში გაღრმავება ეკონომიკური ურთიერთობების და ძებნა გასაღებებისა ამ ურთიერთობების დალაგებისთვის. მაქსიმალური დისტანცირება ჩვენი აზრით ირანთან. მაქსიმალური ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და სოციალური, სამეცნიერო პირველ რიგში. ჩემი პირადი აზრით დისტანცირება თურქეთთან. მაქსიმალური ურთიერთობები სომხეთთან, აზერბაიჯანთან. აი ეს არის პოლიტიკა, რომელიც უნდა ახალმა ხელისუფლებამ და ახალმა მთავრობამ განახორციელოს. მით უმეტეს რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ტრამპი, მარკო რუბიო, ჯიდი ვენსი, ეს არ არის ბაიდენის ადმინისტრაცია. აბსოლუტურად განსხვავებული ამისგან. და საუბრობთ ჩვენ საქართველოს კონტექსტია მთავარი და საქართველოს რეალობაა ჩვენთვის მთავარი. ჩვენ თუ კი რამ გვაღელვებს ამ საერთაშორისო მოვლენებიდან გამომდინარეც, ეს არის ჩვენი პატარა ქვეყანა, როგორ უნდა გადაირჩინოს თავი, როგორ უნდა იყოს დაცული ეს ქვეყანა